გაჩერდით? სად მიდიხართ? რატომ იცინით ასე ხმამაღლა? მენდი, ჩვენ არ ვართ ვალდებულები ყველაფერი გითხრათ. ჩვენ ხმამაღლა ვიცინით, რადგან დღეს ძალიან კარგ ხასიათზე ვარ. დიახაც, ყველაფერი უნდა მითხრა, რადგან კამპუსის ადმინისტრატორი ვარ. თუ დაგავიწყდა, წაიკითხე, იქ წერია. მენდი, შენ უკვე გაქვს საკუთარი ადგილი კამპუსში. ეს კუთხე არ არის, სტეფ, ჩემი სამუშაო ადგილია. აქედან მე ყველას დაგაკვირდებით და ვინც წესებს დაარღვევს, სირცხვილის დაფაზე გამოვაკრავ. სირცხვილის დაფა? გამარჯობა გოგონებო. გამარჯობა მისტერ მაქს. მე მჭირდება ყველა ბავშვის სია, რომელმაც ვერ ჩააბარა გამოცდა. კარგი მისტერ მაქს, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ძალიან ბევრია ასეთი, ვინც ვერ ჩააბარა დარჩება მთელი ზაფხული აქ და არ წამოვა ჩვენთან ერთად აგარაკზე. გაიგონეთ? მაინტერესებს გამოცდა ჩავაბარე თუ ჩავიჭერი. მე ალბათ ვერ მოვახერხე. არც კი ვიყავი მომზადებული. გამოცდა სულ არ მაინტერესებს. მე ძალიან მინდა აგარაკზე წასვლა. მე მაქვს იდეა. სირცხვილის დაფაზე დავკიდოთ ყველას ფოტო, ვინც გამოცდას ვერ ჩააბარებს. შვენიერი იდეაა, მენდი. ჩაჭრილების სახეზე უნდა იცოდნენ. ვამაყობ, რომ მენდი ჩემი კამპუსის ადმინისტრატორად დავნიშნე. კარგი, ახლა წავედით. მისტერ მაქს, თქვენ საუკეთესო ხართ. მენდი, შენ იცი გამოცდა ჩავაბარე თუ არა? არ გეტყვი, მოგვიანებით გაიგებთ. ჰო და ხელები მოაშორე ჩემ მაგიდას. მენდი და მე ჩავაბარე. შენ ნამდვილად ვერ ჩააბარებდი, რადგან ქათმის ტვინი გაქვს. სტეფ, მენდი, ჭამე, მიირთვი შოკოლადი, ასე უფრო კეთილი გახდები. ენჯი, რომ იცოდეთ, ადმინისტრატორი მენდი ქრთამს არ იღებს. არ მჭირდება შენი შოკოლადი. არა უშავს, მე თვითონ შევჭამ შოკოლადს და სხვათა შორის ის ძალიან გემრიელია. ისე რომ იცოდე. რას უყურებთ? გითხარით, წადით აქედან. მე პოლიციელი ვარ და ნამდვილ პოლიციელებს სამსახურში მხოლოდ დონატების ჭამა მოსწონთ. ბიჭებო, ნახეთ, რამდენი სასუსნავი აქვს ჩაკს. ამდენი დონატის ჭამისგან წონაში მაგრად მოიმატებ. არი ნერვიულო, მე ეს არ მაწუხებს. მე ვიცი რატომ უყვარს ჩაკს ასე ძალიან დონატები. რატომ ჰალკ? იმიტომ რომ ჩაკი ტკბილეულზე გიჯდება? არა, იმიტომ რომ ჩაკი ყოფილი პოლიციელია. პოლიციელებს კი დონატები უყვართ. ასე არა? ჰო, ძმაო, შენ მართალი ხარ. ფილმში ვნახე, არსებობენ პოლიციელები, რომლებიც მხოლოდ დონატებს ჭამენ. ჩაკ, აბა მომეცი აქ? თუ ამას ისევ გააკეთებ, მთელი დღე კარადაში ჩაკეტავ და შუქებს ჩავაქრობ. გასაგებია თუ არა, რასაც გეუბნები. ჩაკ, რა იყო, ძუნწი ხარ? გაუზიარე შენი დონატები ბიჭებსაც. მე არ ვარ ძუნწი, მე უბრალოდ თქვენს ჯანმრთელობაზე ვზრუნავ. ძალიან ბევრი შაქარი არ შეიძლება. კბილები ამოგივარდებათ, გასუქდებით. რას ლაპარაკობ, ჩაკ? ჰო, ჩაკ, ძუნწი. მენდი რეკავს. ოფიცერი ჩაკი გისმენთ? ჩაკ, მოდი აქ სწრაფად. არ შემიძლია, ახლა ვსადილობ. გითხარი სწრაფად, მოდი ჩემთან მეთქი. კარგი, მალე მანდ ვიქნები. ჩაკი წავიდა და მან აქ დონატები დაგვიტოვა. იქნებ გვეჭამა ისინი. ჩაკმა თუ აღმოაჩინა, მაგარ შარში ვიქნებით. ნაის, ნუ წუწუნებ რა. აბა დაამტკიცოს, რომ ეს ჩვენ ვართ. ჰო, წავიდეთ კაფეში. წავედით. მოგწონს ჩემი ტოპი? ძალიან ლამაზია, მაგრამ სადღაც უკვე მინახავს ასეთი, იცი? შენ ვერსად ვერ ნახავდი ასეთს. ეს არის ექსკლუზიური. ის მხოლოდ ჩემთვის გაკეთდა და ის ერთადერთია. ენჯი, მეც მაქვს ჩემთვის შექმნილი ექსკლუზივი. შეწყვიტე ტყუილი, კარგი. ესენი არიან ქურდები. ჩვენ ახლავე მოვაგვარებთ ამას.
სად არის ჩემი iPhone-ი, ჰა? ჩვენ არ ვიცით, ჩვენ სულ არ ვადევნებთ თვალს სხვის ნივთებს. ყოველ შემთხვევაში, შენ მოიპარე ის, ლორამ ის ვარჯიშის შემდეგ აქ გასახდელში დატოვა. სულელი ხარ? არ გესმის? ჩვენ არ გვჭირდება თქვენი iPhone-ები, ჩვენ გვაქვს საკუთარი, საერთოდ Android-ი მაქვს. მათ არ სურთ მშვიდობიანი თამაში, თავად მოუძებნოთ ისინი. ეი, გაჩერდით. გაგიჟდით? ჩემს ჩანთას ასე ვერ გადააგდებ. ის $1000 ღირს. ჩემიც $1000 ღირს. ინ, შეწყვიტე ტყუილები, კარგი. გაგიმართლა, ტელეფონი აქ არ არის. ახლა შენი ჯერია, ახალო გოგო. ჰა, აქაც არ არის ტელეფონი. ჰა, შესულელო, სად დამალე ტელეფონი? ჩვენ არაფერი დაგვიმალავს. არ გვჭირდება თქვენი ბანძი iPhone-ები. შენ თვითონ გაქვს ძველი iPhone-ი. ლორას iPhone 13 ჰქონდა. მე ვიცი სად არის iPhone-ი. აი აქ არის. ეს ის არ არის. მე მქონდა iPhone 13. მოდით სხვაგან მოვძებნოთ ჩემი ტელეფონი. და ენჯი შენ მაინც ქურდი ხარ, რადგან ჩემი ტოპი მოიპარე. დიოტები. ენჯი, მასაც შენნაირი ზედა ჰქონდა. შენ თქვი რომ ეს იყო ექსკლუზიური. მისმინე, თუ მისი ტოპი იგივეა, რაც ჩემი, ეს ნიშნავს რომ ის არ არის ექსკლუზიური. ჩანთები ჩავალაგოთ. მიდი, ჩემს ხელს დასუნე. რა? მიდი. ღმერთო, საშინელი სუნია. პონკა, რას ამბობ? ეს არის საუკეთესო სუნი მსოფლიოში. ფულის სუნი. მხოლოდ დილით ვგვრთნო ფულის სუნს. შეისუნთქე. ნორმალური სუნი აქვს. სად არიან ეს დაწყევლილი ლუზერები რა? ჩაკ, ხედავ ამას? არა უშავს. გუფი კარგად რწყავს. უკვე ძალიან გათავხედდნენ. ტუალეტშიც კი აღარ დადიან. კარგი მეგობრებო, დავიღალე თქვენი საქციელებით. გუფი, რას აკეთებ? თლად გაგიჟდი? შეწყვიტე ამის კეთება. ბოდიში მენდი. უკაცრავად ჩაკ. გაჩუმდი. გუფი, რას აკეთებ ახლა? პალახს ვრწყავ. მისტერ მაქსმა მთხოვა ამის გაკეთება, რა იყო? შენ დაგვასველე მე და ოფიცერი ჩაკი. ბოდიში მენდი, ძალით არ მინდოდა. გვიანია, შენ იქნები სირცხვილის დაფაზე. წავიდეთ ჩაკ. ახლავე, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, მთელი დღე კარადაში გაბოგკეტავდი. შენი კარადების არ მეშინია, შუქებსაც ჩავაქრობდი. დილას სიბნელის აღარ ეშინია. ის უკვე დიდი ბიჭია. დიდი ბიჭი ვარ. ჩაკ, აბა ხელზე დამსუნე. აუ, ჯანდაბა, ღმერთო ჩემო. ფული, $1 სუნი მაქვს. გავიგე. დილა, ნუ ეტყვი ყველას რომ თითებზე დაგსუნოს. აუ, მართლა საშინელი სუნი გაქვს. გუფი, $1 სუნი მაქვს ხელზე? არა ძმაო, რაღაცის სუნი აგდის. $1 ნამდვილად არა. ჯობია დაიბანო, შენ თვითონ დაიბანე. კარგია, ლოლოჩკას მოეწონება. იყიდე შენთვის დუხი. ვიყიდი, არ ინერვიულო. გამარჯობა ძმებო. კარგი, თუ არ გინდათ გამარჯობის თქმა, ნუ მეტყვით. რა ჯანდაბა ჭირს ჩემს კარადას? ჰეი ძმაო. ეს ჩემი ნივთებია, ვერ ხედავ? მომეცი აქ ახლავე. არასწორად გავიგე. ეს არის ჩემი კარადა. გასაგებია? შენი იყო, ჩემი გახდა. ასე მარტივად.
დამშვიდი ძმაო, ფაზლ, არი ნერვიულო, ბევრი ცარიელი კარადაა. დენს სხვა არ მინდა, მე ჩემი კარადა მინდა. არა ძმაო, ეგ არ არის. კარადა შენი იყო, ახლა კი დაკის გახდა. ასეა. თქვენ მოღალატეები ხართ. მე 3-მდე დავითვლი, თუ შენს ნივთებს ჩემი სათავსოდან არ წაიღებ 1, 2, 3. გაგიჟდი? ბიჭებო, მოდი ჭკუა ვასწავლოთ. რატომ? რას ნიშნავს რატომ? დღეს ჩემი კარადა გადმოყარა, ხვალ კი შენსაც გადმოყრის. უბრალოდ თითი დამაკარეთ. კარგი ბიჭებო, მე ამას არ გავაკეთებ. თავად გაარკვიეთ და საერთოდ ვარჯიშზე უნდა წავიდე. მეც, ბენს დამელოდე. გაგიმართლა ბიჭო, ახლა ჩვენ ყველამ უნდა ვივარჯიშოთ, თორემ ჩემს უზარმაზარ ჯოხს გადაგარტყავდი. ხო, და სხვათა შორის ეს ჩემია და არა შენი. გემრიელი იყო, მაგარია, უფასოდ მივიღეთ. სად არის ჩემი დონატები? სად არის? ჩაკ, რას ლაპარაკობ? რომელი დონატები? შენ უკვე შეჭამე ისინი. ეს არის ყველის соуსი ფრანგული კარტოფილით. გნებავს? ჩემი დონატების სუნი გაქვს. შენ შეჭამე ისინი? ბიჭებო, მუცელი მტკივა, ახლავე საპირფარეშოში უნდა წავიდე. ახლავე დამიბრუნე ჩემი დონატები. მეგობრებო, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ ჩვენს ახალ მაგარ სერიებს. ნახვამდის. Hey, what's your style? What you drinking? What's your vibe? I've been feeling rather sad.